მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა ჩემი თავისუფლება მამობის მერე. ეს აისახა შემოქმედებაზეც. ფაქტობრივად მამობის მერე წიგნი აღარ გამომიცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რაღაცას წერ, მაგრამ იმისთვის ვეღარ ვიცლი, რომ ეს ამას თავი მოუყარო, დავაორგანიზო, ანუ ეგ უკვე რაც ახლავს შემოქმედებას ცოტა რუტინული საქმე, მაგისთვის ვეღარ ვიცლი რა. ის კი ეხლა რაღაც გაივლი და ბოლო-ბოლო ხის ქვეშ გაჩერდებული ლექს ჩაიწერ, მაგრამ მე ამის რომ ყველაფერს მისცე ფორმა, მაგისთვის ხო, ვერ იცლი, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა, დიდი შიში და ნერვიულობა, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში. მე არ ვიცი, აი უკრაინის ომი რო დაიწყო მაგალითად, ყველა კადრის ნახვაზე, სადაც ეს სისასტიკე იყო თვალსაჩინო, მივდიოდი და ბავშვებს ვეხუტებოდი. რომ ხო, აი ისეთი შიში, ღელვა, ყველაფერი, არა მხოლოდ აი თითქოს აი მე ხო არის ეგეთი შეგრძნება, რა მშობელი რო ხდები, ყველა ბავშვი შვილია რა. ყველა ბავშვი შვილია. მე მაქვს ხოლმე მაგალითად ეგეთი შეგრძნება, უცხოეთში თუ არ ან შორს ვარ, ცოტა დიდი ხანი არის კვირაზე მეთხანს. ბავშვი სადღაც იცინის ტირის, მგონია რომ ჩემია და უნდა რაღაცნაირად ყურადღება მივაქციო. მახსოვს აი რაღაც 3 კვირა ვიყავი კემბრიჯში და რა უბრუნდებოდი თვითმფრინავში ბავშვი ტირო და განუწყვეტლი მთელი არ ვიცი ყურებით კიო და თუ რაღაცა როგორც არის წნევაზე და აი მეთქი ხა რამე ისეთი არ გავაკეთო რომ მშობელი არ შევაშინე, იმიტომ რომ მინდოდა რომ მივსულიყავი დავხმარებოდი დავემშვიდებინა რაღაც და ხო ეგ არის რაღაცა საყოველთაო პასუხისმგებლობის შეგრძნებას დავარქმევდი ალბათ. არა მხოლოდ ინდივიდუალურს, არამედ აი საყოველთაოს გაიზარდა. მაგრამ ეს სირთულეების მეორე მხარე, მედლის მეორე მხარე არის ის, რომ უდიდესი არსაიდან მოსული ენერგია, მანამდე უცნობი ემოციები და სიხარული, მე ვიძახი ხოლმე, რომ აი ვიდეო თამაშებში როა, რომ unlocked new რაღაცა achievement ხო არის რომ მანამდე რო არიცი რომ ეგ არსებობს და თურმე ესეთი რაღაცაც არსებობს. ამიტომ ყოველთვის როცა მეკითხებიან ხოლმე ხან მეგობრები რომ აი როგორია, ვინც არ არის ჯერ რა. ვეუბნები რომ ეხლა რაც არ უნდა აღიწერო შენ მაგას ვერ მიხვდები. გამორიცხულია, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაც იღვიძებს. რაც არის ცოტა ეგოიზმიც შენია, ცოტა პირიქით ხალხაცა მაქსიმალური ხელგაშლილობა და სიუხვეც რომ აი რაღაცა გინდა გასცე, თავი გაწირო. ბევრი რაღაცა არის და არა მხოლოდ კარგი, ცუდიც, კარგიც, ესეთ გულწრფელად რა ვთქვა, ხო? მაგრამ თელ ამ ენერგიას, სიყვარულს, ემოციას, გაძლების უნარს იმისას, რომ აი ამ შიშებს და სირთულეებს გაუძლო, გაძლევს თვითონ. კი, ზუსტად. მე ვეძახი ჩემებს ანტიდეპრესანტები არიან ჩვეულებრივი. აი სიქა გამოცლილი რომ არაფრის ნერვი, ხალისი, უნარი გაქვს და დაგიჯდება და ბატონ მიშოს აქვს ძალიან მაგარი გაკეთებული, სამაგიდო თამაშია, ნაცარქექია, ძალიან მაგარი თამაშია, ნაცარქექია მე თამაში და ნაცარქექიაში ერთგან არის რომ ცხოველის ხმები უნდა გამოსცე, უნდა იცეკო, იმღერო, არა გაქვს ამის ენერგია, მაგრამ ისეთი სახით გეუბნება უნდა ეთამაშო. აბა რა, გამორიცხულია რო არ ქნა. ხო მეორე თამაშა ვერ მიცანა, ის მარტივია რაღაც ბარათებია და მამა ვერ მიცანა ვითამაშოთ, გეხვეწები. ბოლო-ბოლო რაღაც კონსენსუსამდე მივდივართ, მაგრამ მართლა ეგრეა რომ აი ძალიან ენერგიას გაძლევს რა. კი.